ოპერის ვირტუოზები დღევანდელი საღამოსთვის თავად პლასიდო დომინგომ შეარჩია. მოედანზე შეკრებილი 2000 იღბლიანი მაყურებლისთვის დღეს მართლაც დაუვიწყარი საღამოა. და პირველი შთაბეჭდილებები კონცერტის შესახებ პიაცადან მაია ლომიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. პირველ შთაბეჭდილებებს ჩვენ ოდნავ მოგვიანებით კონცერტის დასრულების შესახებ შემდეგ შევიტყობთ. ამ წუთებში ბათუმის პიაცას ინაუგურაციისადმი მიძღვნილი კონცერტი გრძელდება. მას ესწრება ქვეყნის მეთაური, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ეკლესიის მეთაური, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, გამოჩენილი ადამიანები თითქმის ყველა სფეროდან, უამრავი მელომანი და იქნება შთაბეჭდილება, რომ ყველაზე მთავარი ამბავი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება სწორედ ბათუმში ამ ახალგახსნილ ულამაზეს პიაცაზე. ეს ალბათ გასაკვირი არც არის, რადგან 2000-ზე მეტი სტუმრის წინაშე ამ წუთებში გამოდის ცოცხალი ლეგენდა, მსოფლიოს საოპერო ხელოვნების ნამდვილი ვარსკვლავი პლასიდო დომინგო. პლასიდო დომინგოს 40 წლიანი შემოქმედებითი კარიერა აქვს და ამ ხნის მანძილზე შესრულებული აქვს 130-მდე პარტია, რამდენიც არ ქონია რეპერტუარში არც ერთ ტენორს საოპერო ხელოვნების ისტორიაში. დღევანდელი კონცერტის პირველი მოულოდნელობა იყო პირველი მოქმედების დასასრულ პაატა ბურჭულაძის გამოსვლის დროს, როდესაც მაესტრომ იუჯინკონს სთხოვა, რომ დაეთმო მისთვის სადირიჟორო პულტი და არია სევილიელი დალაქიდან თვითონ უდირიჟორა. მოგეხსენებათ, პლასიდო დომინგომ კარიერა სწორედ როგორც დირიჟორმა დაიწყო. შეგვიძლია ვნახოთ, როგორ ემზადებოდა ბათუმი ამ კონცერტისთვის იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელსაც თეატრალური ხელოვნება შეტანილი წვლილისთვის აქვს ვარსკვლავი გახსნილი ჰოლივუდის დიდების ხეივანში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შარშან გასულ წელს გახდა ნილსონის პრემიის პირველი ლაურეატი. ამ შვედმა მომღერალმა ქალმა, რომელიც ითვლება ვაგნერის საუკეთესო შემსრულებლად მე-20 საუკუნეში, სიცოცხლეშივე დაასახელა პირველ ლაურეატად პლასიდო დომინგო და გადაწყვიტა, რომ ჯილდოს ანახდეს ფულადი საჩუქარი $1,000,000 ოდენობით, ასე რომ მილიონერ ტენორს ამას აქში აქვს უკვე იმისი ფუფუნება, რომ თავისი საკონცერტო ტურნეების სიამოვნების მიხედვით დაგეგმოს და ბათუმის კონცერტი სწორედ ამ რიგშია. ბათუმის პიაცაზე 2000-ზე მეტი სტუმარი მოსაწვევზე მითითებულ დროზე ადრე მივიდა. პლასიდო დომინგოსთან და 6 ქართველ მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავთან შეხვედრის სურვილმა პიაცაზე თბილისელებიც და ბათუმელებიც თანაბრად გამოიყვანა. დომინგო მოგეხსენებათ, ვინ არის? სოფლიო მშვენებაა და ის რომ დღეს ბათუმში არის, ბათუმისათვის დიდი ბედნიერებაა და ბათუმელებისათვის დიდი სიხარული. მოგლივართ, ამასეთი
კონცერტის მომსწრე ვართ ჩვენ ბათუმელები და არა მარტო ბათუმელები, ბევრი თბილისელისა შემოსული, იმიტომ რომ ვერსია მონაბეჭდად ისრული ადამიანი. პირველ შემსრულებლად სცენაზე ყველაზე საპატიო სტუმარი წარდგა. პიაცაზე შეკრებილები პლასიდო დომინგოს ოვაციებით შეეგებნენ. პლანეტის ნომერ პირველ ტენორად აღიარებულმა კონცერტი ჟიულ მასნეს სიდით გახსნა. ცნობილი არის შესრულების შემდეგ მაესტრომ სცენა ქართველ ვარსკვლავს ეთერ ლამორის დაუთმო. ეთერ ლამორისი და კიდევ 5 ქართველი შემსრულებელი: ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე და ნინო სურგულაძე ერთად სწორედ პლასიდო დომინგომ შეკრიბა. პირველი ერთობლივი რეპეტიცია ქართველმა შემსრულებლებმა კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიარეს. წარსულის დაბრუნება, იმიტომ რომ დომინგო მაგალითად 10 წელი არ მინახია. ბათუმში 16 წელი არ ჩამოვსულ ვარ. ეს ყველაფერი წარსულში იყო და აი რაღაც უცნაურად ზღაპრულად ისევ თითქოს რაღაც პერიოდით დავბრუნდი წარსულში. უფრო დაუჯერებელი დღევანდელი დღე ქეთევან ქემოკლიძისთვის აღმოჩნდა. პლასიდო დომინგომ ის საკონცერტო შემადგენლობაში პირადად მოითხოვა და მე-6 შემსრულებლად დაამატა. ამერიკა მაესტრომ თითო შენ ქვეყანაში ვარ და შენ არ ხარო და მითხარო ძალიან გამიხარდება თუ იქნები ასეთ პლანას და ასეთ მშვენიერ დღეს ჩვენთან ერთად და მითხარო ახლა იმას თუ შემოწმე უკვე ბილეთი წარიო და ესე აღმოჩნდი ამ კონცერტზე. მასთან ერთად მეორეჯერ მიწევს უკვე სცენაზე დგომა. პლასიდო დომინგოსთან ერთად მეორე დადგა სცენაზე ნინო სურგულაძეც. რიგოლეტოს შემდეგ, რომლის ტელეპრემიერაც მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში პირდაპირ ეთერში ერთდროულად გადაიცემოდა. ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღე ჩვენი ხელოვნების ისტორიაში. თუმცა ლამაზი დღეები ჩვენ არ გვაკლდა აქამდეც და იმედი რომ ეს პირიქით კიდევ იქნება დასამები კიდევ ახალი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების და ძალიან ბედნიერია რომ მაესტრო დომინგო აქ არის. რეპეტიციაზე ვარსკვლავები კიდევ უფრო დარწმუნდნენ რომ კონცერტისთვის საგანგებო დაგებული სცენა, პიაცას მოედანის და ბათუმის ხედებიც 7 ვარსკვლავიანი საღამოსთვის იდეალური გარემო იქნებოდა. ამაში ქართველ მეგობრებს საპატიო სტუმარი გუშინო გამოუტყდა. გუშინ ვილაპარაკეთ რეპეტიციის განმავლობაში და მითხრა რომ აღფრთოვანებულია. ეს ულამაზესი ქალაქია, ულამაზესი, აი ნამდვილად აღფრთოვანებულია. ყველაფერი ისეთ ლამაზად, ისეთ კლასიკურად არის და ისეთ დახატული ლამაზად, რომ აი ჩემი აზრით ფანტასტიკურად შეესაბამება. თუ ვინმეს უჭირს ამის გაგება, ქართული გულის და სულის გაგება, მე მგონი ეს ესპანელებს არ უჭირთ, იმიტომ რომ ესენიც ესეთი თან ისეთი ხალხია და ჩვენი სტუმართმოყვარეობა უკვე იგრძნო, უკვე მოწონს, უკვე აღფრთოვანებულია. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ, ვინც ქართველი მომღერლები, რომლებიც მასთან ერთად საოპერო სხვადასხვა სოფლის საოპერო სცენაზე მის გვერდით ვიდექით, დგავართ და ვიდგებით. რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, რომ მასთან ერთად ჩვენ სამშობლოში ერთად ვიმღერებთ. ბათუმის პიაცას ინაუგურაცია ჯერ არ დასრულებულა. 7 მსოფლიო ვარსკვლავის, ცნობილი ამერიკელი დირიჟორის იუჯიკონის, სიმფონიური ორკესტრის ქართველი წევრების და 2000-ზე მეტი სტუმრის თანამონაწილეობით ისტორიული საღამო ზღვისპირა ქალაქში ისევ გრძელდება. პლასიდო დომინგომ თვითონ ითხოვა, რომ ეს კონცერტი პირდაპირ ეთერში არ გადაცემულიყო, ის ორ თვეში 21 იანვარს 70 წლის ხდება და არ იყო დარწმუნებული, რომ მისი ყველა გამოსვლა უხარვეზოდ ჩაივლიდა. ამ დროისთვის შეგვიძლია გითხრათ, რომ მას სანერვიულო საბაბი ერთხელაც არ მისცემია, რაშიც რუსთავის მაყურებელი თვითონ დარწმუნდება, როდესაც რამდენიმე კვირაში სავარაუდოდ საახალწლო ეთერში ამ კონცერტის სრულ ჩანაწერს იხილავს. ჩვენ აქ დაგემშვიდობებით, მანამდე კი თუ არის საშუალება და რამდენიც საშუალებას მოგცემს საეთერო დრო, საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენს გახდეთ ამ კონცერტის მონაწილე, აი ამ წუთებში დასრულდა B3 პლასიდო დომინგოს შესრულებით. კონცერტის ძირითადი პროგრამა დასრულებულია. ეს არის პირველი სიმღერა ბისზე.